დაბრუნდის მაფია 2-ით, დიდი ხანი გავიდა მის მერე ეს მანქანა ადოტრიელებს არ ვიცი, მაგრამ მაინც. და ნუ ესეთი რაღაც აღმოჩინი აქ ხამ თამაში. შეგიძლია მანქანები და რაღაცები ნახო ესე, პოლიციის მანქანაც გვაქვს. ეს მანქანები არის თორსები, ისინი რომელიც დადის ხოლმე აქეთ-იქეთ ქუჩაში, დაახლოებით 40 მანქანა არის. ესეთი მაქვს. ესეთიც მაქვს თორსები. ეს რა არის? Empire Bay Milk, განურძის მანქანა არის, საინტერესო არის ძალიან. ნუ ეხლა ყველას რო გავუყვია მანქანებს რა თქმა უნდა. ხოვდები თქვენ, ძალიან ბევრი იქნება, ამიტომაც მოდი ეხლა ჩვენ პირდაპირ გადავიდეთ თამაში და რაღაცებს კიდე გეტყვით, თუ რა თქმა უნდა კიდე მიკროფონმა არ გამიჭირდა და რაღაცა ისეთი ცუდი არ მოხდა, რაც შეეხება აი ამ მიკროფონს ზოგადად. კარგი, ვიწყებთ უკვე მესამე თავიდან, აქ ეხლა გამეორდება ესაც უკვე გავაკეთეთ ჩვენ წინა ვიდეოს ბოლოში, ანუ დედა დარეკავს და გვეტყვის იმას, რომ წადი და სამსახური იპოვეო. ოღონ ნამდვილი სამსახურიო და არა იმ ბიჭთან, ვისთანაც ჩვენ ვართ. სახელები დამავიწყე ხა, იმიტომ რომ თამაში დიდი ხანია, მაგრამ გუშინ გადავიღე ვიდეო, დადებას ვაპირებდი, მაგრამ ხმა იყო ძალიან საშინელი, აი მიკროფონის ხმა იყო ძალიან ცუდი. ნუ ეს აბორე გვეიცით. Peter, why didn't you come home last night? სახში არ მოხვედიო. Mama? დამღელავდი შენზე. I didn't know you had Joe's number. არ ვიცოდი ჯოს ნომერი თუ გქონდა. Whose phone is this? და ვიზი ტელეფონია. პაპალარდოს ელაპარაკე? Yeah, he told me to come by and see him today. მითხარ რომ დღეს უნდა He's got წავიდე. some work for me. და შეიძლება რაღაცა ქონდეს სამსახური. All right, bye mama. კაი, მივიდივართ ახლა პაპარდინოსთან თუ რავი რაც ქვია მაგას. მოდი ჩავისოთ ისევ ეს დასასრული, იმიტომ რომ რატომაც არა. საკმაოდ კომფორტული ჩანს ჩემი აზრით. ხო და რაც გეუბნებოდით ახლა ის არის რომ გამოცდები და რაღაცები მქონდა, ეგენ უკვე ჩავაბარე. ხო და ახლა მაქვს ესე რომ თქვა თავისუფალი დრო დაახლოებით 1 კვირა ან შეიძლება კიდე ცოტა მეტი. და შესაბამისად გადავიღებ კიდე ამ ვიდეოს, მაგრამ აი გარეთ მინდა გასვლა რაღაცების გაკეთებო და სულ წვიმა არის, აი დავიტანჯე. ეს 2 კვირა ფაქტიურად გადამულად არის წვიმა. აქ კიდე არ ვიცოდი, მაგრამ როგორც ჩანს მანქანები არის ძალიან ბევრი. ტაქსიც არის დაჟე. მოდი ეს ავირჩიოთ, წინაში ამაზე ვჩვენდი ხოლმე ძალიან ხშირად. მე მგონი კემშეფტი აქვს ამას. თუ ლილვებიოთ რაც ქვია. უბრალოდ ძალიან სრიალებს ეს მანქანები და სხვადასხვა კიდე დავაკვირდი რაღაცას ეხლა ამ თამაში გუშინ ვთამაშობდი, როცა ვიღებდი ვიდეოს, მაგრამ მიკროფონმა გაჭედა და ხმა არის უნდა კარგად. ეხლა კიდე უნდა გავთიშო ვიდეო, მე თავიდან შევამოწმო, მე კიდე რაღაცები ვაკეთე, რომ აი დავრწმუნდე, რომ ხმა კიდე გაჭედილი არ არის. და რაშიც დავრწმუნდი და კიდე რაც გავარკვიე, არის ის, რომ თუ ესე იგი სწრაფად ჩაული პოლიციას, გამოგეკიდებიან. არ მინდა მანქანისთან დროა, იმიტომ რომ მე კაი რა. მაგრამ არ მოსვლი არაფერი და კაი არის. ხო, თუ სწრაფად ჩაული პოლიციას გვერდზე, გამოგეკიდებიან, იმიტომ რომ სწრაფად დადიხარ და მოგთხოვე რომ გაჩერდე. არ უნდა გაიქცე, ან კიდე უნდა შეხვიდე აი აქ, რომ დაატუნინგო შენი მანქანა, ნომერი შეუცვალო რაღაცა მსგავსი. მაგრამ ახლა წავედით უკვე ჩვენ და უნდა მივიდეთ იქ, რომ ბიზნესი გქონდეს რაღაცა ჩვენი და კიდე ვითომ ლეგალური, მაგრამ ვიცით უკვე რომ აქ ლეგალური არ ხდება არაფერი. მოკლედ მივალე ხა იქ და თან კიდე დაბრუნდები გაგრას. მოკლედ შევამოწმე ხა მიკროფონი და ცუდად არის ისმის ხმა, ყველაფერი ისმის ძალიან კარგად, მაგრამ აი მანქანის ხმა და რაღაცები იმ ხელაზე არის, თან ეს ხა ლამაზი არის ძალიან ესე ნახე. მართლა ლამაზია. ხო, ხმა და რაღაცები, ვაი, იმ ხელაზე ისმის, რომ ჩემი ხმა ფაქტიურად მე არ მისმის. და მაგიდან გამომდინარე ზოგჯერ ეს ვლაპარაკობ, რომ აი თითქოს აი ცხვირში ვარ გაჭედილი და რასაც ვამბობ ვითომ არ ისმის ესერა და ნუ ხო ხვდებით ახლა თქვენც ეგეთ რაღაცეები. და მოდი კიდე ეგ დავაბრალოთ ახლა ჩვენ თამაშს. რაც შეეხება ახლა პოპარდილოს თუ ბომბარდილო თუ რავი რას ქვია მაგას, აი ამ კაცს არის რა ქვია აი ამ ადგილს ფოთი ხო იცით? დაახლოებით ეგეთი ადგილია ეს, ანუ მდინარესთან არის რაღაცა და გემები შემოდიან და ტვირთები და რაღაცეები უნდა შემოვიდანონ აი აქ. მოვიდით. სიგნალიც გვაქვს. ერთი ის მინდა რომ აი თოვლი არ იყოს აქ ყოველთვის. ადრე კიდე თამაშობდი ამ თამაშს, მე მგონი თამაშობდი, ოღონდ იქ Definitive Edition-ი არ იყო და ეს ადგილი მეცნობა და ეს მისიაც კიდე. აი ეს არის კაცი. ატყლაპუნებს პირს და რა თქმა უნდა ხა ეს წესი ერთ სამუშაოს ჩვენ არ მოგცემს, ეს კიდე Playboy-ს და Go-Webs რაღაცებს უყურებს ეგერ. Კარი დაკიდე, ქარია.
What do you want? Yeah, I'm looking for a Mr. Pappalardo. პაპოლარდეს ვეზიქო. მოიცერთ წამი. აუ, აქ ვერ შევცვლი ხა მუსიკისა დიალოგი არის ძალიან დაბალ ხმაზე. Why? My name's Vito Scaletta. My old man used to work for ვიდეოს კარალტი ვარ მე და მამა ჩემი მუშაობდა აქო. აქ მუშაობდა და მეც მოვედი რომ მეც სამსახური ვიპოვო. You're in the right spot, sonny boy. კარგად გიძახო. Federico Pappalardo at your service. მე ვარ ეგრი პაპაიარდო. შეგეძლო დერეგი დამიძახო. I think I remember your dad. გონი მამაშენი მახსოვს. But drank like a fish. კაი კაცი იყო, მაგრამ ბევრს მომდაო. What's he up to these days? ეხლა რა შვება? He's dead. მკვდარია. Oh, well, ნუ you ზოგჯერ gotta go sometime. Right, ჩვენს Steve? ყველას გვიწევს რომ წავიდეთ რა, მარილზე. So you need a job, huh? ანუ სამსახური Well, you გინდა in ხო? luck. კარგი He's მართლა. got a new shipment to unload. Steve will show you around. კონტეინერი მოვიდა ახალი და Now უნდა დავცალოთ. scram, my steak's getting cold. სტივი გაიჩვენებს აქაურობას რა. ეს უკან პოსტერები და რაღაცები. Follow me. წამოვყევიო მე. კაი. ნუ მოკლედ შემოაქვს რა აქ რაღაცეები და მე რეალაგებენ და მოკლედ შვებიან რაღაცეებს აი ეგრე. ეხლა ჩვენი სამსახური იქნება აი ამ გენის წაღება აი იქ. თუ ეს შემოვა ხა მალე ქვემოთ გაისიზამს. ხო, დიალოგის აწევა მინდოდა ერთი წამი აუდიო voice. მუსიკა ნუ ხმაც აუწია ზოგადად, მაგრამ არ უნდა მეწია, იმიტომ რომ აი მანქანის ხმა ამ თამაში არის საშინლად ხმა მაღალი. და კიდე Far Cry-ები ყიდა მართლა ვაფშე ყველა მაქვს უკვე პირველი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, პრაიმალი, New Dawn-ი და რაღაც დინოზავრებზე რო არის. მოკლედ დატვირთეო და მალეკენიო $20 მოგცემთო, მაგრამ თუ რაღაცა გაგიტყდებო, მაშინ დაივიწყე $20-იცო. კაი, 1-2 დავდოთ, იმიტომ რომ ყველასადება ხარ არის საჭირო რა თქმა უნდა. მთელი დღე წაიღებ და ეხლა ამის დადება რა თქმა უნდა, ხო და ერთ წელს დავდებ, ან მაქსიმუმ 2 წელს მივალ მე რემკასთან და ფულს გამოვართმევ. ეგარ ვსო. პრინციპში ფულს არ გამოვართმევ, იმიტომ რომ სამუშაო არ გამიკეთებია ბოლომდე, მაგრამ მაინც. აბა. Hey, you done? Yeah, I'm done. დამთავრე? And you can keep კი. the $10. $10 შეგეძლო შენ დაიტოვო. როცა თქვი რომ სამუშაო მინდოდა, არ მითქვია რომ მონობა მინდოდაო. Don't show your face around here again. Don't worry. სახე არა ჩვენ ვაკო. 100 times more working for Barbaro Incorporated. შემიძლია ბარბაროსთან უფრო მეტი ვიშოვო. Joe Barbaro. მოიცე ჯო ბარბაროს გულს ხმობ? კიდე რა. Nobody who works with Joe would carry crates. ჯოუსთან ვინც მუშაობს $10-ისთვის არ იმუშავებს ვაკო. რა ჯანდაბოს აკეთებ? ანუ იცნობენ რა ესენი ჯოუს და იმასთან თუ მუშაობო, მაშინ აქ რა ჯანდაბა გინდაო რომ აი მათ ხოვარით მუშაობო. ხო და ეხლა წავალ ჩვენ ზემოთ. Pipes for sale. ანუ აქ სიგარეტები და რაღაცები შემოგვაქვს როგორც ჩანს. აბა. და რა თქმა უნდა ეხლა დამასაქმებენ ესენი. ეხლა რა ჯანდაბა გინდათ? ამას სამუშაო არ მოწონსო. მითხრა რომ ჯო ბარბაროსთან მუშაობს. მე გადავები. You'll have to explain this one to me, son. აქ რა უნდაო თუ იმასთან არისო რა. My mother wanted me to come talk to you about an honest job. დედაჩემს უნდა დაურო აქ მოსულიყავიო. მაგრამ ფული მინდოდაო და ეს კიდე ცოტა ფულს მაძლევს რა. Right, Steve? Sure. ეს ქალები ყველა ერთნაირები არიანო. He doesn't want you hanging around with Joe, right? ჯოუსთან არ უნდა რომ იყო ხო დედაჩემსო. My mother was the same way. დედაჩემიც ესე იყო. Come with me. მაგრამ ნახე ახლა მე როგორი ვარ. I got the whole fucking waterfront under my thumb. თლიანი ეს წყალი ჩემი არისო. Pretty good. Who's Joe? Who's I Joe? can meet up with him. ილია Oh, we როენგოს. go way back to the old neighborhood. I just come back from overseas and he's putting me up until I can get back on my feet. მოკლედ მე ჩამოვიდიო რა უცხო ქვეყნიდან და ეხლა მეხმარებო. უნდა გამიგო რა მე ადამიანი ჩემს პოზიციაზე უნდა იყოს ფრთხილიო. აი ჯოუს დაურეკო ხო არ იქნება პრობლემაო და არა კაც დაურეკეო მიდიო. ნუ ეხლა გამოწმებენ რა ესე იგი მართლა ვართ ჩვენ ჯოუსთან თუ ვიტყუებით და თუ ვიტყუებით მოკლავენ მაშინ. He might not be home. არიღებს. ოპა. That wouldn't be good. ესე იგი თუ სახში არა მაშინ კლავენ რა. დაგვეგა თავზე. Hi, Joe. Hey.
This is Derek. აიღო. Listen, I got this guy here. ნუ დერიკი არა, ეგრე ვიღაცა კაცი მოვიდაო. What'd you say your name was? რა თქვი შენ სახელი არის? ვიტო. Vito. He's looking for a job. He says სამსახურს he's a ეძებს friend და of yours. თქვა რომ შენი მეგობარია. A good friend. კარგი მეგობარი. I just wanted to check with you first. მინდოდა რომ შემოწმებინა შენთან. Sure. War hero and all that shit. All right. ომის Thanks, then. გმირი და ეგეთები. Talk to you later. აი გასაგებიაო რა. Sorry, pal. I had to check you out. ბოდიში უნდა Says you შემოწმებია. just come back from Italy. You must be able to handle yourself. მითხრა რომ იტალიიდან Want to ჩამოხვედიო. make a little more money? I got just the thing. თუ გინდა ფული იშოვო, Supposed to pay a monthly fee to the barber, but half of them never cough it up. I need someone to give them a little nudge. $10 a man. What if they don't need a haircut? Well, then you'll have to convince them otherwise. I see. What if somebody makes a fuss? Then you kick the shit out of them. Well, let's say you teach them a lesson that doesn't require that they miss work. You got it? Which is why Steve ain't doing the job. Right, Steve? Right, boss. Collect at least $150. I give you 50. Just for walking around, taking in the sea air and meeting new people. Easy fucking money, huh? What do you say? Yeah, hey, it's better than lugging crates around. All right, then. Guy. Get going. წავით ახლა ქვემოთ. მოკლედ გითხრა ეგეთი რაღაცა რომ ვინც აქ მუშაობსო, თვიური გადასახადი უნდა გადაუხადონ თმების შემჭრელსო რა, მაგრამ არ გადაუხადესო, ზოგი არ იხდისო. გადიო ახლა ქვემოთო და გადაახტევია ეგ $10 თითო კაცო. დაახლოებით $50 გვინდაო და მე ნახევა შენ მოგცემო. I'm here to collect the fee for the barber. Hey, what kind of game you playing here? The kind where you pay what you owe when you don't get hurt. You got a problem with that? I got a problem with you. აა Now get out of here before I kick your ass. ეს არ იხდის. მოკლედ ვინც არ იხდის იმას რა უყოვო და გალახეო მაშინა. ხო და აგერ ვასრულებთ კიდე ჩვენ მაგის სამუშაოს. დავარო გავუდეთ უცებ, ეგ არის. Here's your fucking money. აბა ფული მოიდა. Yeah, glad you decided to reconsider. ისე რა მოინტერესებს, ანუ ბოსი ხო, აი ეს არის ხა ბოსი ხო მანდ და თლიანი ეს ადგილი არის მაგისია, ეგ ხო უხდის ამათ ფულს. მაშინ რა შეჭირდება ის რომ ჩვენ დავაშინოთ, ანუ თვითონ ხომ უნდა კონდეს იმხელა ავტორიტეტი რომ ჩამოვიდეს აქ და თქვას გადაიხადეთო და გადაიხადონ. Yeah, I must have forgot or something. მით Next უმეტეს time try to pay on time. მის okay? ქვეშ არიან. Thanks. ნუ ამან კარგად გადაიხადა, ბევრი არ ულაპარაკია. აბა შენ Hey, Derek needs you to pay the fee for the barber. Sure, here it is. I don't want no problems. Don't leave it until Zan the guy. last minute next time. ბოლოსთვის არ მოიტოვო შემდეგისთვის რა. აი ეს ახლა twins აიღებს რა თქმა უნდა. ამხელა თავი აქვს ისე Hey, pal. თავგასებული. Derek needs you to pay the fee for the barber. უნდა გადაიხადო ფულიო Look, რა. asshole, I'm not in the mood. შენი თავი არ Get მოქვს out of ახლა. my face before you get hurt. აქედან წაეთრიე No სანამ can do, გაგლახავ. pal. არა, Derek wants his მაგას money. ვერ ვიზამ. Derek, დერექს ფული kiss უნდა. my ass. What's that fat fuck gonna do? დერეკ Have me შეუძლია killed? საჯდომზე მაკოცოს, რას იზამსო, მომკლავს? Why don't you give it a try then, asshole? მოდი აბაცადე თუ მომკლავო. არა, პრობლემა კაცო. ოპა. აფერკატი. იმხელა თავი აქვს რომ ამას 20 მინუტას ვერ ავაცილებ მაინც. ოპა. ოპა. იმენა ვანდა მივართ რა, ჯეკი ჩანი. აბა კიდევ იმეს უნდა? Okay. Anybody else got a fucking problem with paying for the fucking barber? ოჯახ ვიდოს. დაამყარა უკვე ავტორიტეტი აქვს. ეს კიდე იქ აგდია. I got his money already. კაი. ესე იგი ფული გვაქვს უკვე. დავით მაშინ მივუძეთ ახლა ამას ჩვენ რაც ავიღეთ და თან კიდე პლუს დავაშინეთ ესენი. ხოდაშორის იმას უთხრა აი ეგერო ზის სტივი ანუ ზოგჯერ რო გალავხაო მოგიწევსო რა ამგენისო იმიტომ რომ ზოგი არ ეხთისო და კიდე ძალიან ჯიუტი არისო. ხო და მაგიტო არ აკეთებს სწორედ სტივი ამ საქმესო ანუ აგერ ვინც ისე ხა იმიტომ რომ ესო გალახესო რა. ხო და ეხლა მაგიტო დამავალეს მე. Boss, man. აი ფული აგერ არის. Good job. ოჩახ. Here's your share. ნახევარი მოგცე. I watched you take care of Bill. You were good. Steve damn near got his ass kicked when he tried that. Right, Steve? იმ შავკანიანს რომ მიხედეო გიყურებდიო რა და კარგად Here's მოიქეციო. your bonus ოჩახო. for sorting him out. Thanks. და ეს ბონუსი არის რომ იმას მიხედეო. Now ძალიან get outta ატრაგებსო რა ის here. I gotta be შავკანიანი. getting back to business. And say hello to your mother for me. Tell her you got yourself a job as my new assistant. წადი ახლა სახშიო და დედაშენს ვთხარიო I'll see რომ you later. სამსახური იშოვე როგორც ჩემი I ასისტენტია. almost forgot. Hello? Joe called. He wants you should meet him at Freddy's. ჯომ დაგირეკაო და ფრედისთან უნდა შეხვდეო მაგასო.
ის მეორე ტიპი რო იყო სტივი. ეგ იმენა ეთანხმება სულ ყველაფერზე იმას. კაი ჩავჭირდი ხა მანქანაში. თან კიდე უნდა გავთიშვი ხა ვიდეო რომ შევამოწმა ხმა როგორ ისმის. ისევ, თორემ თუ გეძებნოთ ის ხმა მაშინ მომიწევს რომ თავიდან გავიდეს თამაში. ნუ ყველაფერი კარგად არის ამჯერად, იმედი ეგრე დარჩება. მოდი ეს მისიაც გავიდეთ ახლა და მოურჩები ალბათ მე ამასაც. შეიძლება მეორე ვიდეოს გადავიღო, გააჩნია მიკროფონი როგორ გამიკაჩავს. ოუ, ძალიან მასრიალებს. მიდი. რამხელა თორქი აქვს ბიჭო ამანქანას, მაგრამ ისე მაინტერესებს, ანუ ამ ხო იცი წინა ვიდეოში, წინა თამაში მაფია 1-ში წლები რო გადიოდა მანქანები იცვლებოდა და ნეტა ახაც თუ ეგრე იქნება. რომ მანქანები შეიცვლება მე. სხვადასხვის ერთ რაღაცას დავამონტებ, აი სტორი თამაშები კარგი იმიტომ არის. ნუ ეხა კარგი არის და თან არ არის. კარგი ერთი იმიტომ არის, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, თამაში არ მოკვდება რა, ანუ ყოველთვის გექნება შენ და ყოველთვის როცა მოგინდება ითამაშებ, მაგრამ მათ შეეხება ონლაინ თამაშებს. ონლაინ თამაში შეიძლება მოკვდეს. მაგალითად, ერთი Minecraft-ის სერვერი იყო ადრე, მე და ჩემი მეზობლები თამაშობდით მაგ სერვერზე სულ. მაგრამ საქმე ისაა, რომ აი ერთ დღეს რო გვინდოდა მაგ სერვერზე შევსულიყავით, აი ძალიან ბევრი რაღაცა ქონდა დაგროვებული, ხალხი კიდე გვიცნობდა მაგ Minecraft-ის სერვერზე. ქართულად როგორ არის, აი რომანული თუ რომინული სერვერი იყო. ქვეყანა რო არის, ხო იცი? რომენია. თუ ბულგარეთი იყო, არ მახსოვს. ან ბულგარეთი იყო, ან რომენია. და ერთხელ რო გვინდოდა შევსვლა მან სერვერზე, ბახტა აღარ იყო ეგ თამაში. ანუ ეგ სერვერი გააუქმეს. და მაგრა გული დაგვწდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ერთ წელზე მეტი ვიყავით მან შესული და ძალიან ბევრ რაღაცას ვაგროვებდით. ამის გარდა კიდე ონლაინ თამაშები სხვა, როგორიც არის თუნდაც Death Garden-ი. Dead by Daylight-ის მსგავსი თამაში იყო, ეგეც მოკვდა და ვაფშე გააუქმეს. Friday the 13th იყო კიდე ერთი თამაში, Dead by Daylight-ის მსგავსი არის, იყო Nick Jason-ი არის და ის კლავს ხალხს. ეგეც გააუქმეს, იმიტომ რომ ლიცენზია არ ჰქონდათ და ეგეც გაქრა. Dead by Daylight-ი კიდე ტელეფონზე გაქრა ასევე, იმიტომ რომ რაღაცა სხვა კომპანია მიიყიდა და ნახე ზეთი დააქცია ვიღაცამ. და რომელმა კომპანიამაც იყიდა ეგ თამაში, ისე აღმოჩნდა რომ ცუდი კომპანია იყო და აი სკინების გაყიდვის მეც არ აკეთებდა არაფერს. და ეგეც მოკვდა. და მაგიტო ეხა იქ შეიძლება შენ დახარჯოს რაღაცა 200 საათი, 1000 საათი, აი depth-ი მაგალითად თამაში არის ერთი, სადაც თამაშობდი როგორც ზვიგენი და ან ადამიანი და უნდა მოგეკლა თუ ადამიანი თამაშობდეს ზვიგენები, თუ ზვიგენი თამაშობდი ადამიანები. და მანდ მაქვს მეგონი 1200 საათი და თამაში მოკვდა ფაქტიურად უკვე, ანუ აღარ არსებობს. ის ფული რაც დავხარჯე მაგ თამაში, ის დრო რაც დავხარჯე მაგ თამაში, ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს. ნუ ეხა იმ პერიოდში კი მქონდა და კი ვხალისობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაკარგული დარჩა ეგ დრო. სტორი თამაშები კიდე ეგრე არა, ანუ სულ გექნებოდა, სულ შეგიძლია ითამაშო. Where the hell you been? I came right over as soon as you called. What's going on? You remember the wise guys we used to see when we was kids? ხო გახსოვს ადრე პატარა ბავშვები რო ვიყავით, ვიღაცა ჭკვიანებს რო ხედავდითო, ჭკვიან ბავშვებსო. Henry Tomasino. ერთ-ერთი არის აქო რა. და მოვაო ეხა აქო. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩვენთვისო. პატარა სამუშაოები მოვჩა უკვე და ეხლა დიდი სამუშაოების რო არის. მოდისო და რამე სიცოცხლე არ თქო. ჰენრი როგორ ხარ? სალამ ჯო. ეს ბიჭი არის? ხო, ეს არის ჩემი მეგობარი. You vouch for him. Absolutely, Henry. Trust him with my life. წამს ვამისიო და კიო კაცო. მომისმენთ სამსახური მაქვს ჩვენთვის. I need gas stamps. Puli kaya. Fortune now because of the gas shortage. Where can we get him? In the Office of Price Administration. ნუ ბენზინი გვინდაო რა. That's a federal government agency. Isn't that a little risky? What? Too much for you? No. ხო, მაგრამ იგი ფედერალებთან ხო არისო და რა, მე რა, ანუ Can't be that hard. გეშინია The ურისკებისო? stamps are kept in the safe. არა, რა. The keys are probably around here somewhere. You got somebody inside? Yeah, one of our guys. His sister works there. გასაღები გვინდაო რა და მე შეგნით რომ მყავსო და კიო ერთი ბიჭი არისო და მისი დამუშავება შეგნითო. Tell her I say. მარია ანჯელო. Not safe. What if the keys aren't there? That's your problem. და გასაღები რო არ იყოს იქ? I'll give you ეგ შენი პრობლემაა უკვე. for 10,000 gallons worth of stamps. Okay, we're in. No, I need Vito to do this alone. $600 მოგცემო რა. So? თითო 1000 გალონზეო. Sure. Hey, and don't forget to take a piece with you. You never know what's gonna happen. Better to be safe than sorry. Agabish. Wait. This isn't some liquor store stick-up. I want this to be a clean job. If you kill anybody, your cut drops to a third. Agabish? Yeah, I got it. No problem. Okay, when you're done, you come back in. We'll მოკლედ ჯო მომთხა რომ Good luck, Vito. მე წავალო ბარემო რა და არაო შენ ვარაო მარტონა წავიდესო და იარაღი წაიღეო ჯო მომგითხა რა იცი რა ხდებაო ჯობია რომ
ну გადარჩეო რა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ იმან ვთქვა რომ ეს კი არა, რაღაცა ბარის გაძარცვაო. აქ უნდა იყოს სიფრთხილეო და თუ ვიღაცას მოკლაო და ის გაესრიო რა საერთოდ მაშინ ეგ გადასახადი ანუ $600 იქნება სამაგად უფრო იაფიო და ანუ არ გადაგიხდიო რა ესე რომ ვთქვათ. აი არა პრობლემა წამოეხა მივიდეთ უცებ იქ და მე ვიდეოსაც კიდე დავასრულებ არემ. სხვადასხვა რო დავაკვირდი ახლა ჩემ მანქანას თოვლი არ ედება. მაგრამ ისინი დათოვლილი არიან სხვა მანქანები. რაც მე ხა პრობლემა კი არაა, მაგრამ მაინც. და ერთი კიდე აი მაღაზიებს მე შევიდე იქ რაღაც მაღაზიებს რო მაჩვენებს. ზოგი ჰამბურგერიო, ზოგი რაღაცაო, ზოგი ისო. ძველ მანქანებში კიდე მოუწონს აი ის რომ აი რო გააჩერებ მოუხოვ და რაღაცას იზამ, სხვადასხვა ეს Chevrolet-ს გავს. Chevrolet Chevelle ქვია თუ აურსები ეგეთი მანქანაა, მაგრამ არა ეს Chevrolet. აბა შევიდეთ. ხო, რა მომწონს და ის აი რო დადიხარ და მანქანა რო აი ესე იღყევა რაღაცნაირად. აბა. დაველაპარაკოთ ახლა ამას. არ ვარ სახში. შემიძლია დაგეხმარო? ჰენი გამომგზავნა, თქვა რომ შეგიძლია დამეხმარო, აგერ პატარა პრობლემა მაქვს რაღაცა ოფისშიო. ხო, გავიგეო. ჩემგან რა გინდა? უნდა შევიდეო მაგ-ოფისში დღესო რა საღამოსო, რა. მოკლედ, ჩემი და არისო რა საავადმყოფოში და თუ იქ გამიყვანო საავადმყოფომდეო, მაშინ თან გეტყვიო რა ყველაფერსო, რაც გინდა რომ იცოდეო. არ ვიცი ხმას პრობლემა რა დაქონდა მანდ, მაგრამ ანუ ვერ მივაქციე ყოველდღე მაგ ხმასაც და კიდე პლუს იმ დიალოგის საკითხოსაც, თორემ მე რო არ წამეკითხა, ვერ გავიგებდი ვერაფერს. აი, უნდა წავიყვანოთ ახლა ეს მის დასთან და მოგვიყვება მე იმას თუ რა ხდება და როგორ შევიდეთ იქ. მალე ხა ჩაჯი. აჰა ძმაო, არც ის თქვია რომ კარი გამიღეო და არაფერი. წავედით მაგრამ ფრთხილად იყავიო რა, ანუ ეს ბავშვებიო ძალიან სწრაფად ატარებდო ეს დღესდღეობითო. ღამეო ძალიან დაკავებული არის ეს ადგილიო რა, ბევრი დაცვა არისო. მაგრამ შეგიძლია შესვლაო. ადვალის კარებია, ფანჯარა ღიაო რა, ესე რომ ვთქვათ. შენ სეიფს ეძებო ხო? ვეკიო. ზემოთ არისო, დირექტორის ოფისშიო. ანუ ფანჯარის შევდივარ, მე ზემოთ ავდივარ დირექტორის ოფისშიო. ხო რა, მაგრამ იქ ბევრი დაცვა არისო და ფრთხილად იყავი რომ არ დაგინახონო. ნახე, ამან ყველაფერი იცი. სარდაფის ფანჯარაა ესე რომ ვთქვათ, პადვალი არა. აქ რა ხდება? გასრიალდა. სხვადასხვა წინა ვიდეოში კიდე მე რო თქვი რომ მანქანა დაედაგა თქო ვიღაცას, მანქანა კი არ დაედაგა, გასრიალდა ეს ტიპიც. ეს არის თუ ორსტების საავადმყოფო აი აქ. და კარგას კიდე აქ დავამთავრებ ვიდეოსაც. არა, გარემო ლამაზი არის მართლა. Empire General Hospital. აბა, ჩადიძირს. The office is across the street. Okay, thanks for the ride, kid. Thanks, Maria. I'll see you. ოფისი არის მეორე მხარესო რა, ქუჩის მეორე მხარეს. კაი, მივიდეთ ოფისში ბარემ და მე დავამთავრებ რატომაც არა. ეს კიდე ლიმიტერი გამოვართოთ, იმიტომ რომ არ მინდა ნელა სიარული. და აი აქ არის. აი რა. აი ეს ამის დავდოთ მანქანა ესე. ჩავეთქვამოთ. დასო, ამისგან უკვე აღარ ვიცი რა ხდება, აღარც გავსვლო რა კამდე, იმიტომ რომ როგორც ითხარით უკვე მიკროფონმა ასე თუ ისე გააჩმახა იმ დროს. აბა. ისე მორყეული კარი არის ეს, რომ დიდი ვარაუდი შეგეძლო ჩამოგეღო საერთოდ, მაგრამ ჯობია სიფრთხილე მაინც. ეგ არის, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ვიდეო მოგეწონათ და ლაიქით, გამოიწერეთ არხი, ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით ვეცდები რომ კიდევ უფრო მალ-მალე გადავიღო ვიდეოებიც.